ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ პერიოდში იმ ღამის გარდა, როცა მურუშიძე მოვიდა უზენაესში, ბევრჯერ ვიფიქრე, რომ აი უზენაესი სასამართლოს გარეთ ფასადზე, სახურავზე ავალ და გარეთ ჩამოვიკიდებ თავს ესე საჯაროდ, რომ დაინახოს მანტიით ადამიანებმა, მოქალაქეებმა, რომ აი მოსამართლემ თავი მოიკლა. და მიხვდება ამით ყველა, რომ აი სასამართლოში ესეთი სიტუაცია არის. აი იმდენჯერ ვიფიქრია. ისეთი ზეწოლის და ისეთი სტრესის ქვეშ ვიყავით. ეგასთან ვიხილავდით ხოლმე ამ საქმეებს და მაშინ გამოუშვა ჩიჩალაძემ ვანო, რაგვარი არის ის და მოვიწყდა. ბოლქვაძე. და მოკლედ ეხა იუსტიციის სკოლის დირექტორი არის მოკლედ ჩიჩალაძესთან გამოაგზავნა ის და მოკლედ მოითხოვა ჩვენგან ბოლქვაძემ აბა რას აპირებთო და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებთო, მაინტერესებსო. ეს მოსამართლეებთან. მოიცა ვის იმენ შეხვდა თქვენ ბოლქვაძე? მოვიდა ოთახში ვიყავით და მოვიდა და აი ვინ იყავით ოთახში? მე ეკა და პაატა. ან შემოდის ბოლქვაძე და ეკითხება რა რას აპირებს მაინტერესებს. და თანაშემწესთან ეკა. სამივეს ეკითხება ერთად. ხო რასე და ეს კაცი ეკას თანაშემწე იყო ჩიჩალაძის. ეკას თანაშემწესთან მოვიდა და ეკას თანაშემწეს ვიქორეთ ბოლქვაძეა სული რას აპირებს და ესეთი მოკლედ დავაბრუნდეთ უკან ბოლქვაძე და ესე კატეგორიულად ითხოვდნენ მოკლედ პროცესის ჩანიშვნას კონკრეტულ რიცხვში. ჩვენ თქვით რომ ერთი რა მაინტერესებს ეს ბოლქვაძე თქვენ შინაური იყო თქვენთან გიცნობდა არა უბრალოდ უნდა ურთიერთობა ალბათ პროსტა გააღო შემოვიდა ჩიჩალაძე ხო მაგასო ჩიჩალაძეს ინტერესი ჰქონდა ამ საქმის ჩიჩალაძეს ადევნებდა ოღონდ მე ჩიჩალაძესთან უკვე კონფლიქტში ვიყავი აი მანამ ის სუსპეტალის საქმეზე და პირდაპირ ესე უკვე ჩემთან მე რო არ მქონდა კონფლიქტი რა თქმა უნდა დამბარებდა და მეტყოდა რაღაცებს და მოითხოვდა ჩემგან მაგრამ უკვე მე ის კონფლიქტი გადატანილი მქონდა ჩიჩალაძესთან და აქედან გავვიდარებ პირდაპირ ესე ჩემთან არ მოსულა ჩიჩალაძეს ჩავკეტეს ასე ვთქვათ ოთახში გარეთ ჩავიკეტეს კარები თუ რაღაცა არ გადაცემთ პალატასო ეჭვხოთ სახში თქვით ესეთ რაღაცა რომ ჩავიდეთ ფანჯრიდან და მართლა ვაპირებდით მე რომ ჟურნალისტებთან მივიდეთ და ვთქვათ რომ ესეთ სიტუაცია არის ესეთ ზეწოლა არის ოთახში ჩავკეტეს და ესეთ პრობლემები გვაქვს მეთქი და ნუ მე გააღეს ეს კარები რამდენი ხანი იყავით ჩაკეტილი გვიანამდე ვიყავით სანამ არ გადაწყდა რომ პალატას გადაეცეს ეს საქმე მანამდე იქ ვიყავით ვინ ჩაკეტეს არ ვიცი ხა კონკრეტულად გასაღები ალბათ ან მანდატურმა ან დაცვამ ან ვიღაცამ. ანუ ხარ ჩემი გარედან ვიღაცამ გადაკეტა კარები და შიგნიდან გასაღები არ ქონდათ? არა. უნდა მიმეღო რუსთავიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სხვა შორის ესეთ შემოთავაზება იყო სუსის მხრიდან რომ მე მომცემდნენ ბარათს, რომელიც იქნებოდა თანხა ჩაიწყული, ეს ბარათი იქნებოდა კონფიდენტის ვიღაც საიდუმლო თანამშრომელზე გამოწერილი რაღაცა და VIP გასასვლელიდან როგორც კი გამოცხადდებოდა რუსთავიორის საქმე, იმ დროს წამიყვანდნენ აეროპორტში, VIP გასასვლელით გამიყვანდნენ, რამდენიც მინდოდა წამეყვანა ოჯახის წევრი მეგობარი, ახლობელი თანხა რამდენიც მინდოდა იმდენი იქნებოდა ჩაიწყული და საზღვარგარეთ დავისვენებდი, როცა აქ დაწნავდებოდა და დაალაგდებოდა სიტუაცია და ეს არეულობა ასე ვთქვათ დამშვიდდებოდა, მე ჩავამიყვანდნენ, მე მომცემდნენ უფლებას რომ ჩამოსულიყავი დაბრუნებულიყავი საქართველოში. როცა გამოცხადდა და ერთხმად არავის არ ჯეროდა ვიზიას კი გაოცებული და უმრავლესობით იყო, იმიტომ რომ მასთან უკვე მისული იყო იმ წუთშივე რომ 5-4-ზე არის ეს გადაწყვეტილება და ნუ განსხვავებით ეშინოდათ რომ სტაზმოგი გაუქმდა ეს ნებრივი იყო დროში გაიწელებოდა თავიდან უნდა დაწყებულიყო ამ საქმის განხილვა და არანაირად არ აწყობდათ